მოგესალმებით, ასეთი ვითარება გვაქვს დღეს ბათუმში, წვიმს, ცივი ამინდია, ქარიც არის, რაც ართულებს ქოლგებით მოძრაობასაც კი. მიუხედავად ამისა, ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან მაინც მოვიდნენ საპროტესტო აქციების მონაწილეები, მათი ნაწილი ცოტა ხნის წინ შენობას შეეფარა ერთ-ერთ შენობას აქვე ახლოს, ნაწილი კი ისევ წვიმის მიუხედავად რჩება საკონსტიტუციო სასამართლოსთან. ეს მოქალაქეები, საპროტესტო აქციების მონაწილეები 295 დღეა, რაც აქ დგანან და აპროტესტებენ ქვეყნის კურსის შეცვლას. საპროტესტო აქციები, ისევე როგორც თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში დაიწყო ბათუმშიც ნოემბერში, გასული წლის ნოემბერში, მას შემდეგ რაც ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე გამოვიდა და განაცხადა, რომ საქართველო აჩერებდა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს. მინდა გითხრათ ასევე, რომ დღეს 250 დღე გავიდა, რაც ზია ამაღლობელი ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი უკანონო პატიმრობაშია. მას ნინო სახელაშვილმა მოსამართლემ 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა. კვალიფიციური იურისტები ამ საქმესთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ ეს ხომ მხოლოდ შეურაცხყოფა, სილის გაწვნა ბათუმის პოლიციის უფროსზე და ვერ იქნება სისხლის სამართლის საქმე. მიუხედავად ამისა, მზია ამაღლობელს ედავებოდნენ სისხლის სამართლის კოდექსით, ბოლოს გადააკვალიფიცირეს მუხლი და მას 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. მზია ამაღლობელის ადვოკატი მაია მწარიაშვილი განმარტავს, რომ არც ერთი დღით მზია ამაღლობელის პატიმრობა ვერ იქნება კანონიერი. შეგახსენებთ ასევე, რომ ფაქტებით, რაც ხდება და ძალიან ავტორიტეტული ორგანიზაციების შეფასებით, ოცნებამ მიზანში ამოიღო აქტივისტები, პროტესტის მონაწილეები, განსაკუთრებით კი ქალები. მზია ამაღლობელი პირველი ქალი პატიმარია, ჟურნალისტი, სინდისის პატიმარი, ასევე დაკავებულია დროას ლიდერი. მან მეგიდია სამიძის მხარდაჭერის მიზნით კახა კალაძის ბანერზე გააკეთა წარწერა და შემდეგ ის დააკავეს 2 დღის შემდეგ ამ წარწერის გაკეთებიდან, თუ არ ვცდები, 2 დღის შემდეგ დააკავეს და მას 5,000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდეს, თუმცა დროას ლიდერმა განაცხადა, რომ არ გადაიხდის ამ თანხას, ამიტომაც ის რჩება პატიმრობაში. ასევე შეგახსენებთ, რომ მელიქიშვილის ქუჩაზე თბილისში კახა კალაძის ბანერზე წარწერის გამო დააკავეს აქტივისტი მეგიდია სამიძე. ის ბათუმში აიყვანეს, უბრალოდ ბათუმში მიემგზავრებოდა მშობლებთან, რა დროსაც ის გზაში აიყვანეს, როგორც ვიცი, გურიის ტერიტორიაზე და მას ედავებოდნენ ასევე სისხლის სამართლის წესით სხვისი ქონების დაზიანების გამო, თუმცა საბოლოოდ მეგიდია სამიძე დააჯარიმეს 2,000 ლარით. დროას ლიდერი სწორედ მის მხარდასაჭერად მივიდა მელიქიშვილის გამზირზე კახა კალაძის შტაბთან და გაიმეორა იგივე ქმედება, რაც მეგიდია სამიძემ. მან წარწერა გააკეთა კახა კალაძის ბანერზე, იმ ტიპის წარწერა, რომელიც მალევე წაშალეს და ფაქტობრივად ბანერის დაზიანება არც გამოუწვევია. მისი ადვოკატიც საუბრობდა ამაზე, რომ ფაქტობრივად ვერ იქნებოდა ეს სისხლის სამართლის დანაშაული, რადგან ბანერი არც კი დაზიანებულა და კადრებიც არსებობს, მალევე წაშალეს ეს წარწერა. მიუხედავად ამისა, მეგიდია სამიძე დააკავეს, სწორედ მისი მხარდაჭერისთვის ელენე ხოშტარია
განახორციელა იგივე ქმედება შეიძლება ითქვას, რის შემდეგაც ელენე ხოშტარიაც დააკავეს. შეგახსენებთ ასევე, რომ პოლიტიკური პარტიების ლიდერები დაკავებულები არიან წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, დაკავებულია ნიკა მელია, ნიკა გვარამია, გირჩიმეთ თავისუფლებას ლიდერი ზურა ჯაფარიძე და კიდევ რამდენიმე ლიდერი არის დაკავებული. ცოტა ხნის წინ დატოვეს sapatიმრო ლელოს ლიდერებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, ისინიც იგივე ბრალდებით წირთია წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო იყვნენ დაკავებულები. შეგახსენებთ ასევე, რომ დაკავებულია ნინო დათაშვილი, პედაგოგი, ყველა მნახეთის კადრები თუ როგორ მოექცნენ მას სასამართლოს ხდომის შემდეგ სასამართლოს ფოიეში მანდატურები, შეიძლება ის დაზარალებულადაც კი მივიჩნიოთ ადვოკატების განმარტებით იმის გამო, რაც მოხდა მის წინააღმდეგ სასამართლოს ფოიეში, მიუხედავად ამისა დაკავებულია ნინო დათაშვილი და როგორც ვიცით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე. მას აქვს კონკრეტული ჩივილები, თუმცა დაზუსტებული ინფორმაცია ამ დროისთვის არ გვაქვს. მოინახულეს ის თუ არა კვალიფიციურმა ექიმებმა და უტარდება მას თუ არა შესაბამისი მკურნალობა. შეგახსენებთ ასევე, რომ ჟურნალისტები, სხვადასხვა მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები მთელი ქვეყნის მასშტაბით აგრძელებენ მედიის მხარდაჭერის აქციას. სინათლე არ უნდა ჩაქრეს, ასეთია ამ აქციის სლოგანი. ისინი მოუწოდებენ სხვადასხვა ორგანიზაციებს, რომ დაეხმარონ მედიას, გაკეთონ ფინანსური შემოწირულობები იმისთვის, რომ მედიამ იმ პირობებში, როცა მთავრობამ ძალიან ბევრი კანონი დაამტკიცა, რაც მედიის თავისუფლებას საქართველოში ზღუდავს და მის მუშაობას აფერხებს, სწორედ იმის გამო, რომ მედიამ მუშაობა არ შეაჩეროს და მედიას გაუწიონ დახმარება, ვისაც ეს შეუძლია. მინდა გითხრათ ასევე, რომ ბოლო დროს ოცნების მთავრობა აქტიურად საუბრობს იმაზე, რომ ებრძვის კორუფციას, რამდენიმე დაკავების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, მათ შორის ვიცით თავდაცვის ყოფილი მინისტრის საქმე, ბურჯულაძის საქმე, სადაც მას ედავებიან კონკრეტული ტენდერის საშუალებით დიდი ფულის მითვისებას და ეს საქმე ჯერ გამოძიების ეტაპზეა. მე ახლა შევეცდები, რომ ამ და სხვადასხვა საკითხზე გავესაუბრო აქციების მონაწილეებს, მყოფ პირებს, გავიგოთ მათი მოსაზრებები. ციალა მინდა გთხოვობა თუმელების ლაივში ერთი კონკრეტული ფაქტის შეფასება მინდა გთხოვო. რამდენიმე დღის წინ, უფრო სწორად 2 დღის წინ ოცნების პრემიერი იმყოფებოდა ბათუმში, ის იმყოფებოდა კომპანია ორბის ერთ-ერთი პროექტის გახსნაზე და როდესაც სიტყვით გამოდიოდა, მის უკან იყო სწორედ ამ პროექტის დიდი ბანერი და ოცნების პრემიერი საუბრობდა იმაზე, რომ ამ კომპანიის კონტრიბუცია ეკონომიკაში დასაქმებული ადამიანები და ასე შემდეგ. თუმცა ჩვენ ვიცით ბათუმში ბევრი მოსაზრება, ჩივილი, პრეტენზია იმ პროექტებთან დაკავშირებით, რაც ბათუმში განახორციელა. ხომ არ გვეტყვი კონკრეტულად რა ჩივილები არის ზუსტად ამ კომპანიის წინააღმდეგ?
კონკრეტულ ნაწილში, იმიტომ რომ შესაძლოა რაღაცეები არ მახსოვს, რაღაცეები არასწორად ვიცი, შეიძლება არ ვიყო კომპეტენტური, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი თქმაც შემიძლია არის ის, რომ სამწუხაროდ ამ ქალაქს ვერც ერთი მერის და მათ შორის ქალაქ ბათუმის ქართული ოცნების პირობებში, ბათუმის მერის ვერც ერთი მერის პირობებში ვერ მიიღო ქალაქმა განაშენიანების გეგმა. რაც ნიშნავს იმას, რომ რა ვიცი, ფიზიკურად არ ვიცით, რას ვაშენებთ, როგორი სტანდარტებით და რა რეგულაციებით. იმიტომ რომ ყველა რეგულაციის არსებობა დამოკიდებულია კეთილნებაზე ამ კონკრეტული მაღალჩინოსნების. აი ბოლო მერების პირობებში გამოიკვეთა ეგეთი ტენდენცია, რომ თითქმის ის რეგულაციები, რომლებიც არსებობდა, შეიძლება გამკაცრდა კიდეც და ფიზიკურად რომ ცდომოდა მშენებელს ან იმ კომპანიას, რომელსაც სურვილი ჰქონდა ამ ქალაქში რაღაცის აშენების, ყველა იმას ჩივის ხოლმე, რომ ფიზიკურად შეუძლებელია ლეგალური გზით მიიღო რაღაცა ტიპის სამშენებლო ნებართვა და შემდგომ მერე განახორციელო. იმიტომ რომ ამის პარალელურად არსებობს აქეთ ჩრდილოვანი, რა ვიცი, რა ქვია მაგას ეკონომისტები, რა სწავლობენ მზარი თუ ეკონომიკა, სადაც ყველა მიცის ვისთან სად რამდენი თანხა უნდა მიიტანოს. უფრო მეტიც ეგეთი ტენდენცია აქვს მშენებელ კომპანიებს, რომ ითანხმებენ რაღაც კონკრეტულ გეგმას ან სართულების რაოდენობას და ყიდიან მეც გაცილებით, იმიტომ რომ წინასწარ აქვს შეთანხმებული, რომ უკანონო აი მშენებლობების სართულების ლეგალიზება ხდება ამ შემთხვევაში კონკრეტულად და აი ბოლო პერიოდში ბევრი ბიზნეს კომპანია ჩიოდა ამ შეთანხმებულ საკითხებზე, როცა მერები ხშირად ანუ მერის მოვალეობის შემსრულებლები აი წინა იყო მაგალითად ამ შემთხვევაში თუმცადის წინა მერი საერთოდ ისეთივე მეთოდით გაუშვეს სახში, როგორც თვითონ მოვიდა კონკრეტულ შემთხვევაში იმაში და სამწუხაროდ დღეს ვართ იმ რეალობის წინაშე, რომ ფაქტობრივად აღარ დარჩა რეგიონში, რა ვიცი, სამოქალაქო ორგანიზაცია თუ ადამიანები, რომლებიც ამ კუთხით კვლევას ან რაიმე ტიპის ანგარიშებს დადებდნენ, იმიტომ რომ, რა ვიცი, სივრცეები, რომლითაც ექსპერტები თუ სამოქალაქო ორგანიზაციები მუშაობდნენ, ამ ქვეყანაში ფიზიკურად ყველაფერი შევიწროვდა და ფაქტობრივად გაქრა, იმიტომ რომ რუსული კანონიდან მოყოლებული, რა ვიცი, ცვლილებები შევიდა გრანტების შესახებ კანონში, ამას დაემატა ფარა და ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა პროფესიული შეფასებები მათ შორის სამშენებლო სექტორთან დაკავშირებით. რომ ახლა ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ აი იმ რაღაც ზოგად ტენდენციებზე, რაზეც მე წეგან ვისაუბრი, ან უფრო სხვა მიმართულებითაც, თუმცა ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებს, გადაჭრის გეგმებს და ისე შემდეგ სჭირდება სპეციალისტები, რომლებიც, რა ვიცი, ამ საკითხებზე იმუშავებენ პერმანენტულად და რაღაც ტიპის კვლევებს დადებენ. თუმცა, რა ვიცი, არაერთი დაპირებითი მიუხედავად ამ კვლევის პირობებშიც კი ვერც ერთმა მუნიციპალიტეტმა, ვერც ერთმა მოწვევის საკრებულომ თუ არჩეულმა დანიშნულმა მერმა ფიზიკურად ვერ შეძლო რაღაცა ტიპის, მიუხედავად არაერთხელ იყიდეს ტენდერი იქნა გამოცხადებული განაშენიანების გეგმასთან დაკავშირებით და გახსოვს რაღაცა ბულვარის გეგმაში მაგალითად ცვლილებები შევიდა, იმიტომ რომ კონკრეტულ კომპანიას რაღაცა ტიპის მშენებლობა სჭირდებოდა ამ კონკრეტულ ნაწილში. სამწუხაროდ ისიც უნდა ითქვას, რომ საშუალო თუ დიდი ბიზნესი, მათ შორის სამშენებლო ბიზნესი წლების განმავლობაში ძალიან კარგად ადაპტირდა და მოხდილი გახდა ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში, ჩვეულებრივი პარტნიორი გახდა მათი და შემომწირველებიც არიან ქართული ოცნების და რა ვიცი, თითქმის ყველა დარბევის შემდგომ მინახავს ხოლმე გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია, როცა დიდი კომპანიები მათ შორის აჭარიდან იყვნენ ქართული ოცნების პარტიის შემომწირველები, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ისინი იყვნენ თანაზიარნი და თანამონაწილეები ყველა იმ უბედურებისა, რაც ქართული ოცნება ამ ქვეყანაში აკეთებს. მადლობა, ციალა ქათამიძე საუბრობდა ჩვენთან ლაივში, ბათუმელების ლაივში. შეგახსენებთ, რომ ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან გრძელდება საპროტესტო აქცია.
ბათუმის აქციების მე დროშეს მინდა ვთხოვო ახლა ბათუმელების ლაივში ჩაგვერთოს. ოცნების ხელისუფლება ამბობს, რომ დავიწყე კორუფციასთან ბრძოლაო და პერიოდულად ვრცელდება რაღაც კადრები, ვინ დააკავეს, რა ღონისძიებები განახორციელეს და ასე შემდეგ. როგორ ფიქრობთ, ეს რეალურად მართლა დაწყებულია ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ ქვეყანაში? არავითარი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა არ არსებობს. ხალხო, ძალიან არასწორი მიდგომა გაგვაჩნია, მე მგონია აბსოლუტურად სუყველას. ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ მოსკოვში დაწერილი სცენარით მომხდარია სახელმწიფო გადატრიალება. რომ სათავეში მოსული არის ბანდა, ყაჩაღების და მკვლელების ბანდაა მოსული სათავეში და დაიპყრენ მთელი ქვეყანა და ნებისმიერი მიდგომა, ნებისმიერი, აი ჩადიან გაუგონარი საქციელს ჩადიან, იმიტომ რომ ვერც ფანტაზიაშიც ვერ წარმოიდგენდა ადამიანი ისეთი კანონებს. კონსტიტუცია დაგვახიენ თავზე. მიითვისენ აბსოლუტურად ყველა სახელმწიფო სტრუქტურები. აი, ყველამ, აი, 100-ჯერაც რო დამჭირდეს გამეორება, ხო? ყველამ უნდა იცოდეს, როგორც 2x2 4 რას ნიშნავს რუსული მართლობა. ყველამ უნდა იცოდეს ეს 4 ფაქტი. პირველი ფაქტი, რომ რუსული მართლობის ქვეშ მილიონამდე ქართველი მოკლეს. მეორე ფაქტი, რომ ყველა რუსი მმართველის ყველაზე დიდი ოცნება იყო გრუზია без грузин, საქართველოს ქართველების გარეშე. და როგორაა მიცემული, აი ყველაზე აღმაშფოთებელი ფაქტი, რომელსაც მე-20 საუკუნეში დედამიწის ზურგიდან გააქრენ, საერთოდ არ არსებობენ ორი კავკასიელი ერი, აბაზგები და უბიხები. მთლიანად ეს ერები უკვე დედამიწის ზურგზე არ არსებობენ. უკვე ფაქტი არის და ჩემთვის ყველაზე მკვნეული ფაქტი. მე ვარ სოხუმელი, ხო? და აი ამ დროშის ქვეშ სოხუმში მყავს 15 ვაჟკაცი დაღუპული და ჩემთვის აი სოჭი იყო ჩემი ქალაქად ფაქტიურად და უნდა გვახსოვდეს, რომ 100 წელიც არაა გასული, რაც სოჭი იყო საქართველოს. არც წელიც არაა გასული და აი ზუსტად როგორცაა სოჭი, ისე ვიქნებით ჩვენც. ნუ თუ შვილებს სასაკლაოზე მივდენით რა, ფაქტიურად ასე გამოდის, იმიტომ რომ შეიძლება აბსტრაქტულად ჟღერდეს, მაგრამ დამიჯერეთ რა, თუ 10,000 წლის განმავლობაში ქართველი ერი ხაობა არ გაზრდიდა საქართველოში, რომ ბრძოლა არ გადაეტანა თავისუფლებისთვის და ომით მოდიოდნენ დასაპყრობად. ახლა მოდიან მთლიანად გასაქრობად. აი მე ცოტა ასაკიანი ვარ და 87 წლიდან მაქვს დაწყებული ბრძოლა დამოუკიდებელი და ღირსეული საქართველოსთვის 87 წლიდან და თუ მანამდე მახსოვს რომ ცივი ომი მიმდინარეობდა ცივილიზებულ სამყაროსთან და ამ ცივ ომში ყველაზე დიდი ტვინები კომპარტიას მიდიოდა სამხედრო შეიარაღებაზე, ატომური ბომბის შექმნაზე, უამრავი საუკეთესო რაც იყო, ყველაფერი მიდიოდა სამხედრო ტექნიკაზე, რომ ამ გონკა ვარუჟენი შეიარაღების რბოლა მიდიოდა, ხო? და დამიჯერეთ რა, 10-ჯერ მეტი რესურსი, 10-ჯერ მეტი ძალა მიდიოდა გენური ინჟინერიაზე, ადამიანების ტვინების გამოლაყებაზე. მე აი ხო პროგრესში ვარ მთელი ცხოვრება ფაქტიურად, მაგრამ მეც ვიყავი ერთ-ერთი საფრთხე. ყველა ვინც ცხოვრობდა საფრთხეთა კავშირში იყო ჩვეულებრივი საფრთხე
ადამიანი, ხო? და ზუსტად მასე იმიტომ მიდემნით რომ გონებაში შანსი არ იყო ადამიანს სხვანაირად ეთიკრად. აი იმიტომ გამოკეტენ ნაზი შამანაური რა ქვია საგიჟეში რომ საბჭოთა კავშირის ბრძოლა გამოუცხადა. და ხელსაც ეს გენური ინჟინერია და ეს პროპაგანდა როგორ მუშაობს? გამოლაყების ტექნოლოგიები ხელსაც არსებობენ და ხელსაც აი აბსოლუტურად ყოველი ადამიანი რაზე ფიქრობს რომ მე თუ კარგად ვარ ჩემს ირგვლივ ყველა კარგადაა მაშინ ყველაფერი რიგზია ხო? იმიტომ ასე ცოტა ვგავარ ფაქტიურად და იმიტომ ადამიანებს სანამ რესურსი აქვს და სანამ ცხოვრობენ ჩვეულებრივად და კარგად არიან, მანამდე ვერ მოდიან გონზე რა სახიფათო საშიშროების წინაშე ვგავარ. გავართ იმის გაქრობის საშიშროება ვიგას წინ. შეიძლება აბსტრაქტულად ჟღერდეს, მაგრამ ასია ეს და რა ვქნა, მე ასე აღვიქვამდა. თუ ასე არაა, მაშინ დამანახეთ და ერთადერთი გამოსავალი არის ევროპა და ევროკავშირი და ევრორეგულაციები. 100 წელია საქართველოს მართავს რეჟიმი, ძველი კომუნისტური კგბ-ს რეჟიმი მართავს, ყველა ხელისუფლება ხდებოდა ამ რეჟიმის მსხვერპლი და რეჟიმის თანამ შეიძლება გონებით არ იყო იმდენად, მაგრამ ფიზიკურად იყენებდა ეს რეჟიმი და რეჟიმი მართავს როგორც დღეს და გამოავლინენ კიდევაც უკვე აი დღეს პირდაპირ გამოავლინენ და პირდაპირ შეტევაზე გადავიდნენ აშკარად რომ მივდივართ რუსეთში არც ერთი მსოფლიო კი არ გველაპარაკება რომელი დაელაპარაკება რომელი ქვეყნის ხელმძღვანელი დაელაპარაკება რაცა რუსეთის გუბერნიის საცხად ჭირში მყოფი გუბერნატორს რა ისე აღიქვება უკვე ნებისმიერი მთავრობის წევრი და კიდევ გქონდა აბსოლუტურად ყველას არასდროს არ ვახსენოთ სიტყვა პატიმარი იმიტომ რომ პატიმრები საქართველოში არაა საქართველოში არიან ტყვეები რეჟიმის და მკვლელების ტყვეები არიან და საქართველოს ბატონობს ყაჩახთა და მკვლელთა ბანდა მადლობა ბათუმის აქციების მე დრო შესაუბრობდა ბათუმელების ლაივში არ ახსენოთ სიტყვა პატიმარი გითხრა მან იმიტომ რომ ისინი არიან ტყვეები და ასეთი იყო მისი განწყობა ის აცხადებს ასევე რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მიხვდეს უნდა იმას რომ საქართველო მიყავთ რუსეთისკენ და უნდა ქონდეთ შესაბამისი რეაქცია ასეთი იყო მისი განცხადება ბათუმელების ლაივში მალხაზ მინდა გთხოვო თუ შეიძლება ოცნების პრემიერი ორბის პროექტის ბანერთან გვეუბნებოდა რომ ორბის კონტრიბუცია დიდია და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ზოგადად მინდა გთხოვო რომ როდესაც ცათამბჯენის პროექტის მნიშვნელობაზე გვესაუბრება ოცნების პრემიერი ქალაქში რა გამოწვევები გვაქვს ამ კუთხით დავიწყებულია ეს თუ იმაზე როდის ხდება ეს ამბავი ხო ქართული ოცნება ატარებს არჩევნებს და მიუხედავად იმისა რომ მას მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისგან ლეგიტიმაცია არ აქვს მას მაინც აქვს შესაძლებელი საარჩევნო კამპანია და თუნდაც საკუთარი ადმინისტრაციული რესურსი მოსაბილიზებელი და თანხა მისაღები პარტიის ხულობაში. ამიტომ ორბი თუ ნებისმიერი სხვა ტიპის კომპანია რომელიც ყველა ხელისუფლებას ეხმარებოდა ყველა ხელისუფლებას წირავდა ფულს ყველა მართლმსავალს უბრალოდ აი ეს პრაქტიკა გრძელდება და ბუნებრივი არის რომ ჩვენ ახლა შემთხვევით არ ხდება ეს ახლა ზუსტად სექტემბერში როდესაც 4 პროგრამამდე დარჩენილია რამდენიმე კვირა ქართული ოცნება ცდილობს რომ საზოგადოებას დაანახოს რომ მსხვილი ბიზნესი არის მის გვერდით რომ მსხვილი ბიზნესი არის მისი მხარდამჭერი რომ მსხვილი ბიზნესი აგრძელებს ქართული ოცნების პოლიტიკის მხარდაჭერას ქალაქ დაგეგმარებით და
ურბანული საჭიროებებიდან გამომდინარე, რომ ბათუმს საქამჯენების ნაცვლად სჭირდება ნორმალური პოლიტიკა, მოქალაქეზე გათვლილი, ქვეითზე გათვლილი, მეტი მწვანე სივრცეები და მეტი განკრთვა, განვითარება სხვა შემოერთებულ ტერიტორიებზე თუნდაც და არა ცენტრალურ ან პირველი და მეორე ზოლის ნაწილში ეს ბუნებრივია. ქალაქი პატარა წვიმაზეც კი იწმორება, ქალაქი პრაქტიკულად სატრანსპორტო თვალსაზრისით, მუნიციპალური ტრანსპორტის თვალსაზრისით არის სრული გაუმართავობა. გვაქვს დიდი გამოწვევა როგორც მწვანე სივრცეების ნაკლებობაში, ასევე პრაქტიკულად იმდაგვარ სერვისებში, რაზეც მილიონებს ხარჯავთ, მაგრამ ეს სერვისები არ ვარ და ანუ ქალაქზე და ეკონომიკაზე გვესაუბრებიან ადამიანები, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს საიმისოდ, რომ ბიზნესიდან ხელისუფლებიდან ბიზნესში გადასულ ადამიანებს ეკეთებინათ ათეულობით მილიონი ლარი, მიეღოთ ასეულობით სამშენებლო ნებართვა. ქალაქში, სადაც პრაქტიკულად ყველა კვარტალში სულ მცირე 2-3 უკანონო შენებლობა დგას, ამ ქალაქში გამოაცხადეს სამშენებლო ამნისტია, იმიტომ რომ ყველა ამ უკანონობის მიღმა იდგა ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული პირი ან ქართული ოცნების ყოფილი თუ მოქმედი ჩინოვნიკი. კორუფციის ისეთ მასშტაბებზეა საუბარი, რომ პრაქტიკულად არა მხოლოდ ბათუმელების ან საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს რესურსი კი არა, 10-ჯერ მეტნი ვიყოთ, მაინც ვერ ვეყოფით იმდენი ფაქტია გამოსაძიებელი, ხო? ასეთ დროს, რა თქმა უნდა, ქართული ოცნების მსხვილი შემწირველი კომპანია ორბი, რომელიც იწყებს ახალ პროექტს და მას ასე ვთქვათ მწვანეს უმფებს მუნიციპალიტეტი და იყენებს პოლიტიკურად ქართული ოცნების ხალხს დაშორებული პრემიერ-მინისტრის ნიშნავს იმას, რომ პრაქტიკულად მორიგი, ასე ვთქვათ, კარნავალური სანახაობა დაგვიდგეს იმისი, რომ აი შეხედეთ, ყველაფერი კარგად არის, ბიზნესი თავის საქმეს აკეთებს, ეს ბიზნესი თქვენ ხარჯს გვიჭერს და ამ დროს თურმე ქვეყანაში ბოლოს 3 წელია სულ მცირე მათივე განცხადებიდან გამომდინარე, პროკურატურის განცხადებიდან გამომდინარე, ქვეყანაში თეთრდება 2 მილიარდი. მაგრამ ხომ ახსოვთ ამ ქალაქში მოქალაქეებს იგივე კომპანიის ქარხანა შუა ქალაქში, რომელმაც ძალიან ბევრს დისკომფორტი შეუქმნა. არა მხოლოდ დისკომფორტი, პრაქტიკულად შუა ქალაქში ბეტონის ქარხნის ქონა ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა პირობები დაუარეს. ბევრმა საცხოვრებელი დატოვა რეალურად. საცხოვრებელი დატოვა და პრაქტიკულად ნახეთ, მარტივად მე და თქვენ სტიკერი რო გავაკრათ და მციალანთ ნებისმიერმა სტიკერი რო გააკრეს პოლიციის შენობასთან, რავი, ამის გამო ჯერ დააკავეს, მერე აჯარიმეს და ამ ხალხმა მთელი 2 წლის განმავლობაში ამუშავა უზარმაზარი ბეტონის ქარხანა, ძალიან კარგად იცოდა მუნიციპალიტეტმა, ძალიან კარგად იცოდა ორბიმაც, რომ ამ უკანონობას ჩადიოდა, მაგრამ უღირდა ეს ამას, იმიტომ რომ იყო პრაქტიკულად ასე ვთქვათ, მწვანე ანთებული მუნიციპალიტეტისგან. ძლივს შეწუხდა, ასე ვთქვათ, მუნიციპალიტეტი, მას მერე და თქვენ წერეთ ამაზე ძალიან ბევრი და დააჯარიმეს აი მიზერული თანხით. მე თქვენ გაკითხებით, სხვა მეწარმე რო იყოს, სხვა მოქალაქე რო იყოს და ააშენოს უკანონოდ რამე ქალაქში. ცხადია, მას პირველივე დღეს ჩაავლებენ ხელს, ან ადმინისტრაციულ პატრონობაში გაუშვებენ, ან იმხელა ჯარიმას გამოუწერენ, რომ დიდი ხანი თქვათ, ფეხზე ვერ წამოდგეს ფინანსურად. ამიტომ ძალა აღმარცხნავს და კორუფცია ყველა გზას გამიკვალავს. აი ეს დამოკიდებულებით ნაკეთები ბიზნესი რა მდგომარეობაში ამყოფებს ქალაქს და პრაქტიკულად თუნდაც როგორ ჩაძირა სტუმარ მასპინძლობის, ანუ ჰოსპიტალიტის სფერო კერძო სექტორისთვის, მაშინ როცა თქვათ მთელი ასე თქვათ სივრცეები შენ რომ 1000 აპარტამენტის გაქირავება შეგიძლია ერთდროულად, ეს როგორ აისახება იმ ადამიანებს, რომელსაც ერთი ბინა აქვს, ან თუნდაც საკუთარ ბინას თმობენ მთელი ზაფხულის განმავლობაში და ზაფხულში სოფელში ცხოვრობენ, რომ რაღაცა დამატებითი შემოსავალი მოიტანონ, ხო? შემოიტანონ ოჯახში. არის ყველაფერი ძალიან ნათლად ჩანს, რომ მათ აქვს საუკეთესო ადგილებში მშენებლობები, ზრდიან საკუთარ, ასე ვთქვათ, ფინანსურ შემოსავალს და პრაქტიკულად არ ვიცი როგორ გითხრათ, ანუ შეიძლება ამ ქალაქს თავის დროზე, რა ვიცი,
ბათუმი კი არა, ორბის ბათუმი დაერქვას, იმიტომ რომ იმდენად ესეთ მდგომარეობაში არიან ჩაყენებულები ბიზნესი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის დროსაც ძალიან კარგად იყო მართლმორწმუნეებთან და შესაბამისად ახლა ძალიან კარგად არის. ეს არის ის რუნავი კარი, ასე ვთქვათ, ის ტრანზაქცია ბიზნესიდან ხელისუფლებიდან ბიზნესში, რომელშიც აღმოჩნდა მაგალითად დავით ბალაძე, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, რომელიც ალიანს პრივილეჯის დირექტორი გახდა. თენგიზ პეტრიძე, რომელიც გიაჭკონიას კომპანიის ერთ-ერთი დირექტორია. სხვა თანამდებობის პირები ათეულობით შეგვიძლია მაგათ ჩამოთვლა. ეს არ არის ბიზნესი, ეს არის ცეხავიკობა, საბჭოთა დონის ცეხავიკობა, რომელიც გათვლილი არა საზოგადოებრივ სიკეთის შექმნაზე, არამედ მხოლოდ მათ სარგებლობს. მადლობა, მალხაჭ კადუა საუბრობდა ჩვენს ლაივში. ეხლა მინდა გაჩვენოთ, როგორი ამინდია დღეს ბათუმში და რა ვითარებაში მართავენ აქციის მონაწილეები ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან. გაუჩერებლად წვიმს, შეიძლება ითქვას, ბათუმში. მიუხედავად ამისა, აქციის მონაწილეები თავიანთ მოთხოვნებს აჟღერებენ. ეს მოთხოვნებია გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა, ჩაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. ეს არის ისე როგორც მთელ ქვეყანაში, ასევე ბათუმის აქციების მთავარი მოთხოვნებიც. როგორც ხედავთ, არა მხოლოდ წვიმს, არამედ ქარიც არის და ფაქტობრივად ხოლგებითაც აქ ყოფნა ჭირს. ასეთი იყო დღეს წვიმიან ამინდში. ცეცხლი ოლიგარქიას შეძახილებით შეიძლება ითქვას, რომ ასრულებენ უკვე აქციას დღეს აქტივისტები. როგორ ვითარდება ქვეყანაში მოვლენები, ამაზე წაიკითხეთ ბათუმელები ჯიზე და ნეტგაზეთი ჯიზე. მე ამით დაგემშვიდობებით, მადლობა.